პრემიები, რომელსაც გასცემენ ხოლმე წელიწადში ერთხელ, არ არის ბონუსი. ეს არის უბრალოდ მადლობა, რომ ჩვენთან იყავი ეს წელი. მოდი ხელფასი ავხსნათ რა არის, ხო? ხელფასი არის აი სკამი რო წარმოიდგინოთ, რაღაც როლში ადამიანი მოგყავთ და ვინც არ უნდა მოგყავდეთ, ამ როლს შეუძლია X-დან Y-მდე რაღაც ღირებულებას ქმნის, რომელშიც შენ გიღირს რომ გადაიხადო რაღაც თანხა. ორგანიზაცია, ანუ შენ ფაქტობრივად თვითღირებულება არის, ამ პოზიციის ღირებულება, ესა ფასი, რასაც იხდი, რა ცოდნა მოგიტანა ამ ადამიანმა, ანუ ამაში იხდი ფულს, რამდენად რუტინულ თუ არარუტინულ საქმეებს აკეთებს, რაც უფრო თავისუფალი საქმეა, მით მეტს იხდი, იმიტომ რომ ის უკვე გაწერილი წესები მის შეცდომების რაოდენობებს ამცირებს, რაც უფრო მენეჯერული როლია, მით დიდი მასშტაბი აქვს გავლენის და ამიტომ უფრო ძვირს უხდი. რაც უფრო კონტაქტები აქვს რთული და გავლენა ამ კონტაქტებს დიდი აქვს შედეგზე, მეც უხდი, რაც უფრო დიდ ფინანსურ რაღაცებზე აწერს ხელს, მეც უხდი და ამ შემდეგ შეიძლება 7-9 ფაქტორია, რომლის გამოც იხდი ხელფასს. ანუ ეს არ არის რომ ადამიანს გადავიხადი, ანუ იმ როლის მდგენელებია. და ეს სახელფასო სისტემა არსებობს, რომლითაც პოზიციები შეგიძლია შეაფასო, პოზიციებს შეგიძლია მისცე ეს დიაპაზონები, მერე ამ როლში X ადამიანი რომ მოვიდა, ამ დიაპაზონში თავის კომპეტენციის მიხედვით სადღაც ჯდება და აძლევ იმ ხელფასს და მერე უმატებ. ანუ ადამიანის мотиваცია ხელფასით შეიძლება იყოს ჰორიზონტალზე, ანუ თავისივე როლში უზრდიდე ხელფასს, ან აწინაურებდე და ვერტიკალში აძლევდე ხელფასს. არსებობს საკომისიოები. 7 ლარს მოიტან, 20-ს მოგცემ, 200 ლარს მოიტან, ამდენ პროცენტს მოგცემ. ეს სხვა ტიპის ბონუსი, ანუ ფაქტობრივად პირდაპირ მიბმული პროცენტი არის საკომისიო და კიდე მთელი რაღაც კვარტლის თუ 6 თვის თუ რაღაც კიდე სხვა რაღაცების შეფასებით შეგიძლია გქონდეს პერფორმანსზე დაფუძნებული ბონუსი. პრემიები, რომელსაც გასცემენ ხოლმე წელიწადში ერთხელ, არ არის ბონუსი. ეს არის უბრალოდ მადლობა, რომ ჩვენთან იყავი ეს წელი.